ვერძები თებერვალს თვითგამოხატვის ძლიერი პიკით ხვდებით, სავსე მთვარე ლომში თავიდანვე გაგიჩენთ შინაგან მოთხოვნას, რომ წინა პლანზე გამოხვიდეთ, დაიკავოთ თქვენი ადგილი და მეტად მოექცეთ ყურადღების ცენტრში, მთელი თვის განმავლობაში მერწყულში მყოფი მარსი თქვენს გუნდურ სივრცეში დაძაბულობას გაამწვავებს და ნათლად გიჩვენებთ, რომ ყველას გვერდით ყოფნა აღარ გამოვა. ხოლო 17 თებერვალს მზის დაბნელება სოციალურ გადალაგებას დაიწყებს თქვენს ირგვლივ, შეიცვლება წრე, როლები, საერთო მიზნები და მოდი ვნახოთ, როგორ შეგეხებათ ეს ენერგიები პირადად თქვენ. მოგესალმებით არხზე Vox Universum, მე ვარ სხივი და დღეს გთავაზობთ 2026 წლის თებერვლის ტაროსკოპს ვერძებისთვის. ნახოთ თვის ძირითადი ფონური ენერგია და გაშლის ბოლოს ვნახოთ რა რჩევას მოგცემთ სამყარო. ასევე შევეხოთ ცხოვრების სამნიშნელოვან სფეროს, ეს არის პირადი ცხოვრება და სასიყვარულო ურთიერთობები, საქმიანი სფერო და თვითრეალიზება, ფინანსური შესაძლებლობები. დავიწყოთ, ვნახოთ თვის ფონური ენერგია, მონეტების რვიანი, ამ პერიოდში იქნებით ენერგიულები და შრომის უნარიანები და ეს შრომა აუცილებელი არ არის დაკავშირებული იყოს მხოლოდ სამსახურთან, შესაძლებელია დაკავებული იყოთ ყოველდღიური საქმეების მოგვარებით, პასუხისმგებლობებით, რომლებიც უკვე გაქვთ აღებული, ან იმ გეგმებით, რომლებიც იდეების დონეზე დიდი ხანია მონიშნული გაქვთ თქვენთვის. თებერვალში ძალისხმევას არ დაიშურებთ დასახული მიზნების მისაღწევად, უფრო მეტად იქნებით ორიენტირებული საკუთარი ხელობის დახვეწაზე, უნარების განვითარებაზე და იმ საქმეზე, რასაც აკეთებთ. მოგინდებათ ყველაფერი გააკეთოთ სწორად, ხარისხიანად და ბოლომდე. ამ პერიოდში შეძლებთ დაგეგმილი საქმეების მოწესრიგებას და თქვენზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას. თანდათან უფრო შესამჩნევი გახდება თქვენი პასუხისმგებლობის გრძნობა, პედანტურობა, პუნქტუალობა და საქმისადმი დამოკიდებულება. ეს არ დარჩება შეუმჩნეველი სხვებისთვისაც, თებერვალი გაზრდის თქვენს ავტორიტეტს, გამოავლენთ კომპეტენტურობას არა მხოლოდ პროფესიულ სფეროში, არამედ ცხოვრებისეულ წვრილმანებშიც, იქნებით პროდუქტიულები, შედეგზე ორიენტირებულები და სწორედ ამ დინჯი თანმიმდევრული შრომით ჩაუყრით საფუძველს იმ წარმატებებს, რომლებიც შემდეგ ეტაპზე უკვე მკაფიო ფორმას მიიღებს. ნახოთ, როგორ გამოვლინდება ეს ენერგია თქვენი პირადი ცხოვრებისა და სასიყვარულო ურთიერთობების სფეროში. კვერთხების ხუთიანი. ამ პერიოდში გააქტიურდება ბრძოლის ენერგია და აქ ბრძოლა არ უნდა გავიგოთ პირდაპირ მნიშვნელობით, ეს უფრო თქვენი შინაგანი ბრძოლა იქნება თვითგამორკვევის, თვითდამკვიდრების და საკუთარი სურვილების რეალიზებისთვის საჭირო ძალისხმევის მობილიზებისთვის. ეს არის ის მდგომარეობა, როდესაც ცხოვრება თითქოს გთხოვთ, რომ არ გაჩერდეთ, არ დანებდეთ საკუთარ შიშებს, გაუბედაობას, კომპლექსებს და შინაგან ბლოკებს. ზოგიერთი თქვენგანისთვის ეს ენერგია შეიძლება გამოვლინდეს გარეთაც, როცა მოგინდებათ ან მოგიწევთ საკუთარი საზღვრების დაცვა, საკუთარი სიმართლის დამტკიცება და თქვენც იგრძნობთ შინაგან მზაობას, რომ შეხვიდეთ კონკურენციაში და აქტიურად დაიწყოთ თქვენი სურვილების გამოხატვა ოჯახში, სამსახურში თუ ზოგადად სოციუმში. შესაძლებელია კონფლიქტური სიტუაციებიც, მაგრამ ეს არ იქნება უსაფუძვლო დაპირისპირება, პირიქით, ეს იქნება საკუთარი ადგილისა და მნიშვნელობის მოთხოვნა. მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ამ პერიოდში დანებება ყველაზე არასწორი არჩევანი იქნება, გირჩევთ კეთილგონიერებისა და ზომიერების ფარგლებში, არ მოერიდოთ კამათსაც, თუ ეს გარდაუვალია თქვენი მიზნების რეალიზებისთვის. და აქვე შეგახსენებთ, რომ ტაროს სისტემაში ამბარაც მოსდევს გამარჯვების და ტრიუმფის ენერგია, რაც ნიშნავს, რომ თუ ბოლომდე იდგებით საკუთარ პოზიციაზე, არ დაზოგავთ ძალას და ენერგიას, შეძლებთ დასახულ მიზნებამდე მისვლას და თქვენთვის სასურველი შედეგების მიღწევას. ეს იქნება პერიოდი, როცა ცხოვრება გეუბნებათ, იბრძოლეთ, მაგრამ არა საკუთარი თავის წინააღმდეგ, არამედ საკუთარი თავისთვის. ნახოთ, როგორ გამოვლინდება ეს ბარათი წყვილებისთვის. მონეტების პაჟი,
ამ პერიოდში ურთიერთობებში გრძელვადიანი მიზნების დასახვის დრო გაქვთ, გაგიჩნდებათ ახალი იდეები და ახალი მისწრაფებები, როგორ შეიძლება განავითაროთ თქვენი კავშირი მომავალში. შეძლებთ ახლებურად დაინახოთ საერთო პერსპექტივები და დაფიქრდეთ არა მხოლოდ იმაზე, რას გრძნობთ ახლა, არამედ იმაზეც, რას აშენებთ ერთად გრძელვადიან პერსპექტივაში. ამ პერიოდში შესაძლებელია ბევრი ისაუბროთ ყოველდღიურ თემებზე, გეგმებზე, ფინანსებზე, საერთო პასუხისმგებლობებზე, მოგინდებათ ფუნდამენტურად მიუდგეთ პარტნიორთან ურთიერთობის საკითხებს, უფრო გააზრებულად და მეტი პასუხისმგებლობით, შესაძლებელია გაგიჩნდეთ სურვილი, რომ გაიღრმავოთ ცოდნა ურთიერთობების თემაზე, მათ შორის აკადემიურადაც, მაგალითად დაინტერესდეთ სასწავლო კურსებით, ფსიქოლოგიური ლიტერატურით ან ისეთი თემებით, რომლებიც დაგეხმარებათ ერთმანეთის უკეთ გაგებაში. ამ ბარათის ენერგია მიუთითებს, რომ თქვენ ახლა იმ ეტაპზე ხართ, როდესაც სწავლობთ თქვენი ურთიერთობის განვითარებას, ნელა, ეტაპობრივად და გამოცდილების დაგროვებით. აქ არ იკითხება სწრაფი შედეგების მოთხოვნა, პირიქით, თქვენში არის მზადყოფნა, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ ჩადოთ რესურსი საერთო მომავლის შექმნაში. მატერიალურ დონეზე ეს ენერგია ასევე შეიძლება გამოვლინდეს როგორც შვილების ან შვილიშვილების მომავლის დაგეგმვა, ან საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაზე ზრუნვა. იმ სივრცის შექმნა, სადაც თქვენი ურთიერთობა თავს დაცულად და სტაბილურად იგრძნობს და მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ რაც უფრო სერიოზულად და პასუხისმგებლობით მიუდგებით ამ პროცესს, მით უფრო მყარი საფუძველი ჩამოყალიბდება თქვენი ურთიერთობისთვის. ეს არის პერიოდი, როდესაც პატარა ნაბიჯებს დიდი მნიშვნელობა აქვს თქვენი საერთო მომავლისთვის. რაც შეეხება მათ, ვინც მარტო ხვდება ამ პერიოდს, მონეტების სამიანი, ამ პერიოდში შესაძლებელია არაერთი, არამედ რამდენიმე ურთიერთობა წამოიწყოთ ერთდროულად, თქვენი ცნობის მოყვარეობა, ინტერესი და სურვილის ენერგია გიბიძგებთ, რომ არ გაუშვათ შანსები და სხვადასხვა ადამიანთან მოსინჯოთ კონტაქტი. და ბარათების ასეთი კომბინაცია მიუთითებს, რომ ამისთვის გექნებათ როგორც შინაგანი ენერგია, ასევე ორგანიზებულობის უნარიც. ეს ბარათი მიუთითებს, რომ თქვენ არ აღმოჩნდებით ქაოსში, პირიქით, იქნებით დამკვირვებლის პოზიციაში, იმოქმედებთ პრაქტიკულად და გააზრებულად. შეადარებთ და დააკვირდებით ურთიერთობების დინამიკას, კომუნიკაციას, პასუხისმგებლობის ხარისხს და სწორედ ამ შედარება გამორიცხვის გზით დაიწყებთ ნელ-ნელა გარკვევას, ვისთან აქვს კავშირის განვითარების პოტენციალი და ვისთან არა. მიუხედავად იმისა, რომ თქვენი შეხვედრები ამ პერიოდში შეიძლება იყოს მსუბუქი და საკმაოდ სასიამოვნოც, ეს არ იქნება ზედაპირული ფლირტი, თქვენთვის მნიშვნელოვანი იქნება დაინახოთ, ვისთან არის შესაძლებელი საერთო რითმის ჩამოყალიბება და ურთიერთკავშირის გრძელვადიან პერსპექტივაში გაბმა. დიდი ალბათობით ამ პერიოდში მინიმუმ კარგად გაერთობით, ახალი გამოცდილებებით, ემოციებით და ადამიანებით, თუმცა ამავდროულად მნიშვნელოვანი იქნება დაიცვათ ზომიერების შეგრძნება, რადგან რაც უფრო მკაფიოდ შეინარჩუნებთ შინაგან წესრიგს და პასუხისმგებლობის გრძნობას საკუთარი არჩევანის მიმართ, მით უფრო ადვილად ჩამოყალიბდება საბოლოოდ ის კავშირი, რომელიც რეალურად შემოვა თქვენს ცხოვრებაში პოზიტიური მომავლისთვის. ნახოთ თვითრეალიზების რა შესაძლებლობებს გპირდებათ თებერვალში საქმიანი სფერო, ხმლების ტუზი, ამ პერიოდში საკმაოდ აქტიური ფაზა გექნებათ საქმიანი სფეროს თვალსაზრისით, განსაკუთრებით ფიქრის, ანალიზისა და გადაწყვეტილებების მიღების კუთხით, შესაძლებელია გაგიჩნდეთ ახალი, მნიშვნელოვანი მოსაზრებები თქვენს პროფესიულ განვითარებასთან დაკავშირებით, ისეთი იდეები, რომლებიც ერთბაშად გამოარკვევს იმას, რაც აქამდე ბუნდოვანი იყო, გაგიჩნდებათ სურვილი სწრაფად და მკაფიოდ იმოქმედოთ, შესაძლებელია მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და მაშინვე შეუდგეთ მათ განხორციელებას, გადადების, ზედმეტი ეჭვების და ყოყმანის გარეშე. ამ პერიოდში თქვენი გონება იმუშავებს ბრწყინვალედ, იქნებით კონცენტრირებული მახვილგონივრულად გადაჭრათ პრობლემები და სწორად დაინახოთ სად ღირს ძალისხმევის ჩადება და სად აღარ. გაზრდილი იქნება თქვენი კომუნიკაციის უნარიც, შეძლებთ საკუთარი აზრის მკაფიოდ გამოხატვას, არგუმენტირებულ საუბარს და საჭირო დროს სწორი სიტყვების მოძებნასაც.
ამასთანავე იგრძნობთ თავდაჯერებულობას, შინაგან სიმართლეზე დგომის სურვილს და მკაფიო ორიენტაციას წარმატებაზე. მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ამ პერიოდში სიტყვას და გადაწყვეტილებას განსაკუთრებული ძალა ექნება და რაც ერთხელ მკაფიოდ ჩამოყალიბდება თქვენს გონებაში და გადაიქცევა ქმედებად, უკვე აღარ იქნება დროებითი, ეს იქნება მიმართულება, რომელიც თქვენს პროფესიულ გზას განსაზღვრავს სამომავლოდ. ნახოთ, როგორ გამოვლინდება ეს ენერგია დასაქმებული პირებისთვის. მე-16 მაღალი არკანი კოშკი, სამსახურში სერიოზული და ფუნდამენტური სიახლეების წინაშე აღმოჩნდებით, თან დიდი ალბათობით ეს ცვლილებები თქვენთვის იქნება სრულიად მოულოდნელი, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს მღელვარება, დაბნეულობა და მომავლის შიშიც. თითქოს ერთდროულად ირღვევა ის სტრუქტურა, რომელსაც აქამდე ეყრდნობოდით და ჯერ კიდევ ვერ ხვდებით, როგორ უნდა იმოქმედოთ ახალ რეალობაში. ვერ შეძლებთ გამოსავლის დანახვას და კონკრეტული ნაბიჯების დაგეგმვას. თუმცა ამ ეტაპზე აუცილებელია, რომ არ აყვეთ ემოციებს და შეინარჩუნოთ შინაგანი სიმშვიდე. მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ იცვლება მხოლოდ ის, რაც უკვე დიდი ხანია საჭიროებდა ამ ცვლილებას, რადგან რაღაც ხელოვნურად გრძელდებოდა, ინერციით მიედინებოდა და აღარ ემსახურებოდა თქვენს რეალურ განვითარებას. რაც უფრო გულწრფელად შეძლებთ აღიაროთ, რომ გარკვეულმა ეტაპმა თავი ამოწურა თქვენთვის, მით ნაკლებად მტკივნეული იქნება თავად პროცესი. ამ ბარათის ენერგია გეუბნებათ, რომ მიმდინარე პროცესები არის გარდაუვალი და შეუქცევადი. ამიტომ წინააღმდეგობა მხოლოდ ზედმეტ ენერგიას წაგართმევთ. უმჯობესია გააცნობიეროთ, რომ ეს ცვლილებები არის საჭირო, პირველ რიგში თქვენთვის და მნიშვნელოვანია სამუდამოდ გამოემშვიდობოთ წარსულ გამოცდილებებს, რომლებიც აღარ გაძლევდათ ზრდის საშუალებას. გამოიყენეთ ეს პერიოდი მაქსიმალურად შეგნებულად, არა ძველი შესანარჩუნებლად, არამედ ახლისთვის სივრცის გასათავისუფლებლად. ამ გზით შესაძლებელია აღმოჩნდეთ თქვენი პროფესიული და კარიერული განვითარების სრულიად ახალ საფეხურზე, სადაც მეტად გამოავლენთ საკუთარ შესაძლებლობებს და დროთა განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიუმჯობესებთ მატერიალურ მდგომარეობასაც. მათთვის კი, ვინც ამ პერიოდს სამსახურის გარეშე ხვდება, ხმლების პაჟი, თებერვლის განმავლობაში გაგიჩნდებათ სურვილი უფრო აქტიურად იზრუნოთ საკუთარ თვითრეალიზებაზე, გექნებათ ბევრი კომუნიკაცია ამ თემასთან დაკავშირებით, საუბრები, შეკითხვები, ინფორმაციის მოძიება, შესაძლებელია გადახვიდეთ აქტიურ მოქმედებაზეც, გაგზავნოთ განაცხადები, დაამყაროთ კონტაქტები, გააქტიურდეთ პროფესიულ სივრცეებში. მათთვის კი, ვინც უკვე წინა პერიოდში მუშაობდით ამ მიმართულებით, არ არის გამორიცხული მიიღოთ შეტყობინება ან ცნობა, რომ თქვენი განაცხადი დაკმაყოფილდა, ასევე შესაძლებელია სრულიად მოულოდნელი გზით გაიგოთ, რომ რომელიღაც კომპანიას ან ადამიანს სჭირდება თანამშრომელი და სწორედ თქვენ აღმოგაჩნდეთ ის ცოდნა და უნარები, რომელიც მათ მოთხოვნებს ემთხვევა. ამ პერიოდში მნიშვნელოვანია იყოთ დაკვირვებულები და იმოქმედოთ ოპერატიულად, არ გამოგეპაროთ დეტალები და სწრაფად მოახდინეთ რეაგირება იმ სიგნალებზე, რასაც გარემო მოგცემთ. თებერვალი ამ მიმართულებით ნამდვილად შეიძლება გახდეს პოზიტიური სიურპრიზების დრო, თუმცა ყველაფერი თქვენს აქტიურობაზე და ჩართულობაზე იქნება დამოკიდებული. ამიტომ იაქტიურეთ, იყავით ცნობის მოყარეები, გახსნილები და მზად რომ გამოიყენოთ ის შანსები, რომლებიც შეიძლება სწორედ ახლა გამოჩნდეს თქვენს გზაზე. მათთვის კი, ვინც თვითდასაქმებულია ან საკუთარ ბიზნესს მართავთ, თასების რაინდი, დიდი ალბათობით ამ პერიოდში მიიღებთ მნიშვნელოვან შემოთავაზებას, რომელიც სამომავლოდ კარდინალურად შეცვლის თქვენს საქმიან ცხოვრებას. თუ თქვენი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე ასეთი შემოთავაზებების მიღება ნაკლებად მოსალოდნელია, მაშინ ამ ბარათების კომბინაცია გეუბნებათ, რომ თქვენ თვითონ გაქვთ რესურსი, შესაძლებლობა, რომ მსგავსი პოზიტიური ცვლილებები თავადვე წამოიწყოთ. თებერვალში მნიშვნელოვნად გაიზრდება თქვენი შემოქმედებითი უნარები, იქნებით უფრო მიმზიდველები, საინტერესოები და შესამჩნევები მომხმარებლებისთვის.
გამოავლენთ დიპლომატიის და ემოციური კომუნიკაციის საუკეთესო უნარებს, რაც თავის მხრივ დაგეხმარებათ კლიენტების მოზიდვაში, მოლაპარაკებების წარმატებით წარმართვაში და თქვენი იდეების სხვებისთვის მკაფიოდ და გასაგებად გაზიარებაში. ამ პერიოდში თქვენი გაზრდილი ინტუიცია და კრეატიული ხედვა საშუალებას მოგცემთ გადადგათ ისეთი ნაბიჯები, რომლებიც არ იქნება მხოლოდ მოკლევადიან შედეგებზე გათვლილი, პირიქით, ეს იქნება გადაწყვეტილებები, რომლებიც თქვენს საქმიანობას უფრო ფართო მასშტაბს მიანიჭებს და შექმნის იმ საფუძველს, რაც საშუალებას მოგცემთ, რომ მომავალში უფრო დიდ წარმატებებს მიაღწიოთ. მთავარია აყვეთ იმ შთაგონებას და იმპულსს, რომელიც ამ პერიოდში გაგიჩნდებათ და ამ ბარათის ენერგია გეუბნებათ, რომ თუ დროულად დაიწყებთ გულიდან წამოსული იდეების განხორციელებას, ისინი არა მხოლოდ ემოციურ კმაყოფილებას, არამედ რეალურ შედეგებსაც მოგიტანთ. რაც შეეხება თქვენს ფინანსებს თებერვალში, კვერთხების 10-იანი, როგორც ჩანს საკმაოდ ბევრი ან მძიმე ფინანსური ვალდებულება გაქვთ აღებული საკუთარ თავზე, ზოგიერთისთვის ეს შეიძლება იყოს მიმდინარე ხარჯები, ან სხვასთან აღებული პასუხისმგებლობები, ხოლო ზოგიერთისთვის დავალიანებები, რომლებიც წარსულიდან მოყვებათ. ამ პერიოდში შეძლებთ ყოველდღიურ ხარჯებთან და ვალდებულებებთან გამკლავებას, თუმცა მნიშვნელოვანია გააცნობიეროთ, რომ ასეთი დატვირთვა დიდხანს ვერ გაგრძელდება. ამიტომ გირჩევთ შეძლების დაგვარად მაქსიმალურად სწრაფად დაიწყოთ ვალებისგან გათავისუფლება, მათ შორის საბანკო ვალდებულებებისგანაც, ნებისმიერი მსგავსი ფინანსური ტვირთი ქმნის მძიმე ენერგეტიკულ ფონს, უკეთეს შემთხვევაში აფერხებს თქვენს ფინანსურ არხს, უარეს შემთხვევაში კი ხდება მატერიალური ენერგიის მუდმივი გადინება თქვენგან. ამიტომ მიფიქრეთ ამაზე და რაც უფრო მალე მოიშორებთ ზედმეტ ტვირთს, მით უფრო სწრაფად იგრძნობთ შვებას, არა მხოლოდ ფინანსურად, არამედ შინაგანადაც. ეს ბარათი მიგითითებთ, რომ ეს სიმძიმე დროებითია, მაგრამ მისი შემცირება მხოლოდ თქვენი შეგნებული მოქმედებებით არის შესაძლებელი. ნახოთ რა რჩევას გაძლევთ სამყარო ამ პერიოდისთვის. კვერთხების 7-იანი, სამყაროს მთავარი გზავნილი თქვენთვის არის, რომ არ უნდა დანებდეთ, ახლა არ არის დრო უკან დახევის და ეჭვებში ჩაძირვისთვის, თქვენ უკვე დგახართ იმ ადგილზე, რომელიც საკუთარი ძალისხმევით მოიპოვეთ და მნიშვნელოვანია არ დათმოთ პოზიციები მხოლოდ იმიტომ, რომ გარე წინააღმდეგობა ან გარკვეული შინაგანი დისკომფორტი გიჩნდებათ. დარჩით ერთგული საკუთარი გზის, საკუთარი ხედვის და იმ არჩევნების, რომლებიც უკვე გააკეთეთ. სამყარო გეუბნებათ, რომ საკმარისი შინაგანი რესურსი გაქვთ ამ ეტაპის გასავლელად, დაიცავით თქვენი პოზიცია შვიდად, გააზრებულად და ღირსეულად და გახსოვდეთ, თუ ახლა არ დათმობთ, სწორედ ეს ეტაპი გახდება თქვენი შინაგანი სიმტკიცის და მომავალი გამარჯვებების საფუძველი. ასეთი იყო 2026 წლის თებერვლის ტაროსკოპი ვერძებისთვის. თუ მიღებული ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო იყო, დააფიქსირეთ მოწონებით, რომ ეს ინფორმაცია მეტ ადამიანამდე მივიდეს, ხოლო თუ გსურთ, რომ ყოველთვე პირველებმა მიიღოთ მსგავსი პროგნოზები თქვენი ნიშნისთვის, გამოიწერეთ არხი, რადგან აქ რეგულარულად ვსაუბრობთ იმ პროცესებზე, რაც წინ გელოდებათ. კომენტარებში შეგიძლიათ დაწეროთ, რომელი თემა აღმოჩნდა თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. ეს მაძლევს საშუალებას შემდეგ ვიდეოებში უფრო ზუსტად გავითვალისწინოთ თქვენი ინტერესები და თუ გითვლით, რომ გჭირდებათ უფრო ინდივიდუალური მიდგომა და კონკრეტულ შეკითხვებზე პასუხები, გელით პირად კონსულტაციაზე, ჩემი საკონტაქტო ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ ამ ვიდეოს აღწერაში. უსმინეთ სამყაროს ხმას არხზე Vox Universum, გემშვიდობებით, კეთილი სურვილებით. მომავალ შეხვედრამდე.